მოგესალმებით ბატონო და მინდა რომ მოკლედ თქვენი ისტორია რა დაგემართათ და რას აპირებთ და როგორ აგრძელებთ თქვენ მოღვაწეობას. ისტორია ვრცელია, მაგრამ შეიძლება მოკლე მონაყულში ჩავდიოთ ის პრობლემები, რა პრობლემები ჩვენ შეგვემთხვა, არა მარტო მე, არამედ მოსწავლე ახალგაზრდობას და მთლიან დასახლებას, იმიტომ რომ ეს აქ საუბარია კულტურის ხელოვნების და სხვათა განვითარებაზე, თუნდაც ისტორიულ კვლევებზე არის არქეოლოგიური ნიმუშები არ გვიწვია, რაც მეცნიერები იყვნენ ჩართული, მაგრამ მაგის საშუალება ჩვენ არ მოგვიცა ამ პრობლემებიდან გამომდინარე. 88 წლიდან ვიმყოფებით ამ შენობაში. ეს სარდაფიც ჩვენ გვეკუთვნოდა და ამაზე ვიხდიდით გადასახადს, საიჯარო გადასახადს. ეს 88 წელში. 92 წელს პროფკავშირულ ორგანიზაციაზე ვიყავით ჩვენ დაფიქსირებული. გავეთ როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი. გასვლისთანავე მაშინვე დაიწყეს ჩამორთმევა. მაშინ გამსახურდიას ის იყო პრეფექტურა. თვითონ პრეფექტი იყო ეთქობა დაინტერესებული ამ შენობით. და მთელი ამ ბრძოლიდან და მთელი მოსახლეობის ხელმოწერების ჩართვით დავიბრუნეთ ეს ობიექტი. სადაც 95 წელს უკვე ტელეკომპანიის დაფუძნება დავიწყეთ. მივიღეთ ლიცენზია პირველად ის 96 წელს პირველი გადაცემები გავაკეთეთ. სხვადასხვა ის გადამცემი, რომელიც ჩვენ გამოგვიყვეს და სიხშირე, რომელზეც უნდა ყოფილიყო გადამცემი, არც საბჭოთა კავშირში მზადდებოდა იმ პერიოდში. საზღვარგარეთ. რაღაც სპეციფიკური სიხშირე. ეს ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით, რომ მაშინ შეიძლება რომ უსტარულად მაინც გაგეკეთებინა და ოფიციალურად სიხშირით საზომი იყო სამმართველო, რომელიც ზომოდა, რომ არ დაგვეროდნენ ჩვენ ეს ყველა მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც. გაგრძელდა მე რა თქმა უნდა აქ მუშაობა მიმდინარეობდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ემოქმედა ტელეკომპანიას და პარალელურად იყო სასწავლო პროცესები, თქვათ იქ ჭრაკერვა, ქარგვა, ხატვა, მუსიკალური ხელოვნება, ამის განვითარება მოსწავლეებთან მუშაობის შედეგად. და ლილოს მოსახლეობა იყო ჩართული აქტიურად. ლილოს დასახლება პედაგოგებიც ყავდა, საესტრადო ჯგუფებიც ყავდა. ახერხებით მუშაობს, ყოველ გაჭირვება იყო, უშუქობა იყო, მიუხედავად ამისა ყველაფერს ვცდილობდით, რომ ახლო მდებარე ორგანიზაციები, როგორც ხილბოსნეულის ბაზა, იქ სადღეღამისო მომარაგება იყო ელექტროენერგიის და იქიდანაც კი შევძელით გადმოყვანა, რომ ჩვენ ფუნქციონირება არ შეგვეწყვეტა. რამდენად ეს მნიშვნელოვანი იყო ალბათ და რამდენი ალბათ თაობები გაზრდილი ყავთ თქვენ? ძალიან ბევრი თაობა და სხვათა შორის ის გაზრდილი თაობა დღეს შედეგს იძლევა და არიან სხვადასხვა სახელმწიფო, თქვათ, აი თუნდაც ავიღოთ მერიის სახელმწიფო ანსამბლი სოლო გიტარისტიანი დათო აზირაშვილი. ხო და კიდე ვანო შოუში თქვათ ბას-გიტარაზე უკრავს ეს კვარი და თქვენი მოსწავლე ბას-გიტარაზე, ხო და ყოველ შემთხვევაში არის შედეგები. და რამდენი წელი მოღვაწეობდა თქვენი ტელევიზია? ჩვენი ტელევიზია თითქმის 95 წლიდან უკვე ჩვენ ერთი წელი ქონდა რომ 96-დან 2004 წლამდე. თუ ერფამს ფუნქციონირება, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა ქონდა შექმნილი, როგორც ეხლა ჩანს გაიკვეთება პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ალბათ პირადი ინტერესებიც იყო იქ ჩართული ვიღაცის და ეხლა ხვდებით, რომ აქ ბევრი მოწინააღმდეგე ყოლია, რამაც აი მივიყვანა ამ შედეგამდე, რომ პროტესტის ნიშნად დღეს აი ამ სარდაფში ვიმყოფები, რათა იმ 37 მოსწავლის ღირსება მაინც აღვადგინო, ჩემსაც აღარ დავობ. აი ეს 37 მოსწავლე გაიზრდება მათეყოლებაშვილე და ეს არ დაავიწყდებათ, რომ მათ მოუწიათ სარდაფში. ნორმალურად ჩვენ პირიქით უნდა ვისწრაფოთ იმისკენ, რომ უკეთესი პირობები შეუქმნათ. არა, იცი 21 საუკუნეში მაღლა წესიერ პირობებში არა ბატონო, მოდით სარდაფში ხატეთ რა, როგორც ნიკალა ხატავდა და ქმნიდა რაღაცას. მოდი იქნებ ეს ფორმა უბრალოდ წაგადგეთ თქვენ. აი მე კი გამოვიყენებ ამ ფორმას, ბავშვებს რას ერჩი? და რა შეგეცვა, ვინ შეგედავათ აი ამ ფარს და ვინ ესე ვთქვათ გამოგასახლათ იმ ფართიდან? ვინ გამოგასახლა და ალბათ ესე იგი თვითონ ახლა პიროვნება ხო არ გამოსახლა, უსამართლო გადაწყვეტილებამ გამოგვასახლა.
იყო ესეთი მოსამართლე ნუ თქვენ გაქვთ ალბათ მასალები. კი, მასალები, აი სასამართლო გადაწყვეტილებები, აქ ყველაფერი გვიწყვია, ორდერი, დოკუმენტაცია, რაც ქონდა, რა იურიდიული საფუძვლითაც ჩვენ ვიყავით და ჩვენ ქონდა მაგის და უფლება. ვინ შეგედავათ, ანუ ვინ არის ადამიანი? აი, მე არ მინდა კონკრეტულად გვარი და სახელი ვახსენო, იმიტომ რომ ეს გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახს ეხება. და იქ ქალბატონია და ის ქალი არის პირველ რიგში დედა შვილების, ხო? მე ის ამბიცია კი არა, მაგრამ ვიღაც დავსაჯოდა ვიღაცის. მე იმ ხელა იმის ღირსებითაც მინდა შემიძლია მოვიხსენიო, რომ მოწინააღმდეგე ქალია, ხო? ჯერ ამ სფრი უნდა თავი შევიკავო ზედმეტი რაღაც თავდასხმები. მაგრამ ამ ქალბატონს თავი არ შეუკავებია, რომ ესეთი აღავი გააკეთა. როდესაც არა აღსრულებელი მოვიდა მან პირადად მათმა ხელმძღვანელმა არა ხარ გამოსასახლებელი ადამიანი თქვენ, არა ხარ, მაგრამ გასახლებთ. აი იმ სასამართლო გადაწყვეტილების გამო. და რომელ წელს მოხდა ეს სასამართლოს გადაწყვეტილება? 2011-ში აღსრულდა. აღსრულდა უკვე. 2010-ში თუ 9-ში აქ მაქვს ყველა ის მონაცემები, და იმის მერე თქვენ ხართ აქ? აი ამ მერე ვარ აქ, იმიტომ რომ მათ ვერ გაითვალისწინეს თურმე, ესე იგი ტანი წაიღეს, მაგრამ ფეხები არ მიაყოლეს. თუ სწორი იყო გადაწყვეტილება და მიიღო ფართი, ჩვენ რაც გვეწერა, ის უნდა წაეღო, ხო? გაუქმებული აისის ფართი და აისი დღესაც მოქმედია. იქ დაფიქსირებულია გაუქმებული ორგანიზაციის ფართზე საუბარი. ჩვენ გაუქმებული არ ყოფილათ ვეუბნე. თქვენ რაღაცა გეშლებათ. გვერდზე იყო ტექნიკის სახლი, ნორჩ ტექნიკოზე. ის იყო გაუქმებული. ან ის გამოიყენა ვიღაცამ ეს რაღაც ფანდად, ხრიკად, რომ ის გაუქმებული აჩვენა კომისიაც არ ყოფილა. აქტი არსებობს, გარედან შეედა რემონტის ჩატარება, ისე გადასცეს პიროვნებას, რომ არც უნახია ობიექტი.